უკრაინა ყირიმი და რუსეთის პრეზიდენტის პოზიციის მხარდამჭერი 86 ხელმოწერა. რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში ორი ქართველი მოხვდა. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ვალერონი ნიკაცისკარიძე და ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი. ოფიციალურ სიაში მოხვდნენ, მაგრამ ხელმოწერას არც ერთი აღიარებს. ზურაბ წერეთლის ოფიციალური პოზიცია ასეთია. თუ შეიძლება რომ ბატონ ზურაბ წერეთლის ოფიციალური პოზიცია გაგვაცნოთ რა. თვითონ არც არის მოსკოვში ხელი წარმოუწერეს საერთოდ არასდროს არც ერეოდა არც ერევა და არც უნდა რომ ჩაერიოს პოლიტიკაში. ყოველთვის არის პოლიტიკას და გვერდზე დგას. ზურაბ წერეთელი პოლიტიკაში არ ერევა. ეს მისი ოფიციალური პოზიციაა. თუმცა მეორეს მხრივ მისი გვარი რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში გვხვდება, რომელს დაუჯეროთ. ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ასე ქართული ჩოხითა და ანშლაგით ჩაიარა სერგეი ბეზრუკოვის მონოლოგიურმა სპექტაკლმა დეკემბერში საქართველოს მთავარ საკონცერტო დარბაზში. წარმოდგენას ხულიგანის აღსარება ერქვა. აღსარება ბეზრუკოვს ქართველი მაყურებლისთვის მაისშიც უნდა ჩაებარებინა, თუმცა ვეღარ შეძლებს. მიზეზი ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით პუტინის მხარდამჭერი განცხადებაა. საქართველოს კულტურის პალატამ გაზაფხულის ბოლოს დაგეგმილი მსახიობის ვიზიტი გააუქმა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაც რო არ იყოს აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციას უჭერენ მხარს. აქედან გამომდინარე ჩვენ არასოდეს ამას არ დაუშვებთ, ეს რუსი იქნება, ფრანგი იქნება, ამერიკელი იქნება, ადამიანები, რომლებიც ასე ბინძურად ერევიან პოლიტიკაში და არასწორ განცხადებებს აწერენ ხელს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მათთან საქმე არანაირი არ გვაქვს. სპექტაკლი აღარ გაიმართება, თუმცა სიაში ყოფნის დიდი სურვილი როგორც ჩანს, არც რუს მსახიობს აქვს. მე პაციფისტი ვარ. ნუ თუ არ შეიძლება რომ ყველა მიყვარდეს. ასე გამოეხმაურა ბეზრუკოვი კრიტიკას. თუმცა ხულიგანის აღსარების ნაკლებად ჯერათ მის ქართველ კოლეგებს. ბეზრუკოვს მათ შარშანდელი წყენაც გაუხსენეს. შარშან რუსთაველის თეატრის სცენაზე რუსმა მსახიობმა მონოლოგი ქართულად წაიკითხა და ბაფთა დაღეჭა. უცებ ქართულ ენაზე ბრძანა რომ ესე იგი უნდა ვიყოთ მორჩილნი და მთრთოლვარე და შემდეგ ბაფთა ეკეთა და ჰალსტუკით ესე დაღეჭა და მე ვთვლი რომ მინიმუმ უტაქტობაა და მაქსიმუმ საერთოდ ვინ ეკითხება და თავის ქვეყანას მიხედონ და თავიანთ პრეზიდენტს. ნადეჟდა ბაბკინა, ფიოდორ ბონდარჩუკი, მიხეილ ბოიარსკი, ოლეგ გაზმანოვი და ლევ ლეშენკო. რუსეთის კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ხელს რუსეთში მოღვაწე 86 ხელოვანი აწერს. ძალიან ხშირად პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გამოიყენონ. კიდევ უფრო ხშირად თავად ხელოვანები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრს ხელოვნება ხელოვნურობაში ეშლება.